დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილის და შალვა ქიქოძის შემდგომი თაობა გახდათ ელენე ახვლედიანი, რომელიც ქეთო მაღალაშვილთან ერთად სასწავლებლად მიემგზავრება ასევე პარიზში და შეიძლება ითქვას, რომ ელენე ახვლედიანი გახდათ კახეთის და ძველი თბილისის გამორჩეული მხატვარი და ასევე შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ელენე ახვლედიანის შემოქმედებამ ძალიან ბევრი უკვე დაანგრეული თბილისური სახლი შემოგვინახა და მისი ნამუშევრები გამოირჩევა ესთეტიურობით, რომანტიულობით, ძალიან დეკორატიულობითაც ხშირ შემთხვევაში და მისთვის ეს დეკორატიულობა კი არა ამძიმებს ასურათო სიტყვეს, არამედ რაღაც გარკვეულ საზეიმო, რაღაც პომპეზური ეფექტის შემომტანი იყო და ის ხატავდა თბილისს, ხატავდა თელავს და ეს რაღაცა რომანტიული სულისკვეთება მის ყველა ნამუშევარში იგრძნობა.